საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა. Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა. ავიაკომპანია Doha Erevani თბილისი Doha საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთხელ შეასრულებს. ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38578 ტონას მიაღწია, რაც საქართველოს აეროპორტების ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. Qatar Airways-ი ეს არის მეათე ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე დაიწყო ოპერირება. ავიაკომპანიამ პირველი სატვირთო რეისი უკვე შეასრულა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, ზოგადად შუა დერეფანში, როგორც სახმელეთო და საზღვაო, ასევე საჰაერო გადაზიდვების მაჩვენებელი მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ადგილობრივ ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის სატვირთო გადაზიდვებს და გაამყარებს საქართველოს პოზიციებს ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაში. მნიშვნელოვანია, რომ სულ ახალი და ახალი ავიაკომპანიები ინტერესდებიან აღნიშნულ საჰაერო ხაზზე და უნდა აღინიშნოს, რომ კატარის სახელმწიფო კომპანია, კატარის ავიახაზები შემოვიდა ქართულ ბაზარზე, დაიწყო რეგულარული ფრენები ამ მიმართულებით და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2026 წელიც იქნება ძალიან წარმატებული ამ მიმართულებით, რადგანაც საქართველოს ყველა ტიპის ტრანსპორტის კუთხით არის კონკურენტუნარიანი. სატვირთო გადაზიდვები თბილისის აეროპორტში ყოველწლიურად მზარდია. შესაბამისად, აეროპორტი განვითარებს ინფრასტრუქტურას და იზრდება, რათა ხელი შეუწყოთ სატვირთო გადაზიდვებს. მნიშვნელოვანი არის სატვირთო გადაზიდვები ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ქვეყანა ჩამოყალიბდეს რეგიონში როგორც ლოჯისტიკურ ჰაბად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, ავიაკომპანია Doha Erevani თბილისი Doha-ს საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. აღნიშნულ მარშრუტზე Qatar Airways-ი რეისებს Boeing 767 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს და საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის ტვირთების ტრანსპორტირებას მოემსახურება. აღნიშნული ავიაკომპანია 2013-15 წლების შემდეგ რეგულარულ სატვირთო რეისებს საქართველოში აღარ ახორციელებდა და ის ფაქტი, რომ 11 წლის შემდეგ კვლავ დააბრუნა სატვირთო რეისები საქართველოში, საავიაციო ტვირთების გაზრდილ მოცულობაზე მიუთითებს. ოფიციალური სტატისტიკით ბოლო წლებში საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38500 ტონას გადააჭარბა, რაც საქართველოს აეროპორტების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წელს 2024 წელთან შედარებით ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა. ხოლო 2023 წელთან მიმართებით ეს ციფრი 101%-ით არის გაუმჯობესებული.